მოდი. წავიდე სახში. მოიცა თევზი. თევზი მაღაზიაში ვიდი. აქ დაუბრუნდა. თევზის დასაჭერად კი არ დაუბრუნდა. არა, როგორ მოგწონს ჩემი ახალი მანქანა? მე ძალიან ლამაზია. მოიცა, შენ რა მანქანას სათვალის გარეშე ატარე? ხო, გოგო, წინა შუშა -3 დავაყენებინე. ექიმო, ვერაფრით ვერ დავანებე ამ სიგარეტს თავი. მე რომ კამფეტი გირჩეთ ის თუ წადეთ. კი, ექიმო, როგორ არა, წადეთ. აი ეს კამფეტი არ არის? დიახ, ზუსტად ეგ არის. ვერაფრით ვერ დავანებე ექიმო თავი. აი, ნახეთ. არაფრით არ ეკიდება. აი, ვერაფრით ეკიდება. თავი მტკივა გახოცები რა. თავი მტკივა? მღალატობ ხო? მღალატობ ბაც. აბა თავი მტკივაო, მე შენთვის ტყუილად არასდროს არ მithქვამს. თქვენ არ იცით, რა ჭორებს ავცელებს თქვენზე თქვენი მდივანი. დივანი? დივანმა მთავარია სიმართლე არ თქვას, თორე ჭორები გაავრცელოს. მამა, კლასში წვერი მარტო მე მაქვს. გექნება შვილო. 7 წელია მე 5 კლასში ხარ და გექნება, αλλά რა იქნება. მამიკო, თხილად რამე არ იტკინო აქ? თხილად. რა კაი შვილი ყავს ბიჭო. რა ქვია? მარიამი. მარიამი? ხო, აბა, მარიამობას დაიბადა და რა დავარქვევი. მოდი მარიამ შვილო, მოდი ჩემთან. მოდი გენაცვალე. აი გაიცანი, ეს რომანი ბიძია. მარიამი. რომანი კერაძე. აი ბიჭო, მიდი თავ. უკაცრავა ძალიან დიდი ბოდიში და შაკაშვილის ქუჩას ხო ვერ მიმასწავლით? აი ესე რომ გავუყვებით, მე შევუქებთ მარცხნივ და იქვეა. მე ძალიან დიდი მადლობა. და არ ვიცი რითი გადაგიხადოთ, პირდაპირ მადლობა. არა, არ არის საჭირო. არა, რაც გინდათ ის მთხოვეთ, ყველაფერს შეგისრულებთ. რაც გინდათ. მაშინ ჩემთან ხო არ ავსულიყავით. კი ბატონო, უბრალოდ აქ შაკაშვილზე ვარ ჯერ ასასვლელი მადლობა მაქვს გადასახდელი და იქიდან რომ წამოვალ თქვენთან აუცილებლად მოვალ. რა ქუჩაზე ცხოვრობთ? მე აქვე ვცხოვრობ ჩიკობავას 9-ში. ჩიკობავას 9, კი ბატონო. იცით რა არის? თუ ვერ მოვაგნებ, მომასწავლიან, არ არის პრობლემა.
გამოვიდა სადღაც შენ სიტუაციაში. აი. სოკომ მოწამ. თვალი რატო ქონდა ჩაუჯებული? არ ჭამდა. სანამ რამე მოხდება მე მინდა რომ ყველაფერი უთხრათ ერთმანეთს ჩემამდე კაცი ყავდა არა საყვარელ არ მყოლია მე მყავდა მხოლოდ ერთი კაცი გამარჯობათ. გამარჯობა. ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ახლავე. ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ, წითელზე გაიარეთ. წითელზე რო გავიარე, გული გამისკდა, მე მეგონა კაცი რომ გავიყენე, ახლა ეგ დაინახეთ. ეკიმო რაღაცა გიმაროთ ძალიან ნერვიულ. ჩემთვის პირველი ოპერაცია. რა განერვიულებს, ეგ სანერვიულოა, რას ლაპარაკობ შენ? ჩემთვისაც პირველი ოპერაციაა, მაგრამ საერთოდ არ ნერვიულობ. ბიჭო. გუშინ საყვარელო მაჩუკა ოქროს ძეწვა. მომაგარი. ოი, მე რა გინდა? ხო, ბიჭო, კაი კი არის, მაგრამ სახში რა ვთქვა ხა, ამუშერმა კაცმა. საიდან მოვიტანე? უთხარი რომ ვითომ იპოვე. კაი რა. არის ეგრე. ხალხი პოულობს რაღაცებს. ვიღაცა ხო კარგავს? ხო. ვიღაცა პოულობს. ჩემაცომა მაგალითად 4 დღის წინ იპოვა ბრილიანტის ბეჭედი. კალიცო. მითხრა ქუჩაში ვიპოვე. რატო დაგაგვიანდა? დაველჯინა უკვე. მოიცა, შენ სახლშიც გძინავს? სახლშიც გძინავს? კი, უფროსო, რომ მივდივარ ეგრევე მეძინა. გოგო, იცი ვინ შემხვდა? ნინო ბუღალტერი. თავის ქმარშულთან ერთად. ხო. მაგის ბიჭები ტყუპები არიან? არა. არა. აბა რამ დააწვინა მაგ კაცთან მეორეჯერ? როგორ გინდა, როგორც ცოლი და ქმარი, თუ როგორც უფროსი და მდივანი. როგორც ცოლი და ქმარი.
ექიმო, ბებია ჩემს აქვს აკვიატებული აზრი. იძახის რომ დედალი ვარ. ვერაფრით ვერ გადავათქმევიეთ. დედალი? ხო, დედალი. რა ვქნათ ექიმო? არაფერი. მოიყვანეთ და ვუმკურნალებთ. ვუმკურნალებთ? ხო, მაგრამ ჩვენ რომ მე უგვარ სხვა დამჩებით. გამარჯობათ. სწორად მოვედი, ხო? კი, ეხლავე. გამოდით. მოვიდა ადამიანი. გამარჯობათ. აი ტანსაცმელი მზად არის. იცით, ერთი თხოვნა მაქვს. თუ აუცილებელი არ არის ჰალსტუხს ნუ გაუკეთებთ. არ უყვარდა. როგორც მეტყვით. კარგი, აი შემოგძანდით. არ უყვარდა ჰალსტუხი, აღრჩობდა, აწუხებდა. ჰალსტუხი არ უყვარდა. ბალზამზე ხო გიждდებოდა. ბიჭო, იქითკენ ყოფილა ნუდისტების პლაჟი. არ გინდა წავიდეთ. რისი? ნუდისტების. არა, ძმაო, ვერ წამოვა. მე ხო რეიბორისტი ვარ. რომელ საათზე მობრუნდა ეს ნახე რა. რას ვიყურებ ახლა შემოდი სახში. სად უნდა შემოვიდე საცოდა სად შემოდი ტაქსი მაინც ტყუილად მიდიხარ და რუსთაველამდე გამოვხდი რა. ოღონდ თვარის მიდის და იმას გაყევი, ბარემ. ვერაფრით ვერ ხვდები, აი ამდენი წიგნი რატომ მიგაქვს გუდაურში? საბადმყოფოში რომ არ მოვიწყინო. სახლში რომ მივარ, ჩემი ცოლის ტრუსიკი უნდა გავხიო რა. რა იყო შეიძლება ეროტიკული ფანტაზიები მოგაწვა. ეროტიკული ფანტაზიები კი არა, მიჭერს კაცო. ეროტიკული. მეზიზღება ეს ორშაბათი ბიჭო რამდენი საქმეა რა, აღარ შემიძლია რა. ხოდა რა ქენ როგორ გაატარა შაბათკვირა?
როგორ გავატარე, ჩემ სოლს უნდა კინოში წასვლა, მე მინდოდა საქეიფოთ. რა ქენი მე? რას ვიზავდი? შოთაშორის კარგი ფილმი იყო. ძალიან საინტერესოა. ყურები როგორ დაიწვით? ექიმო, ტელეფონზე დარეკვა მინდოდა. და ჩაიდანი ამერია ტელეფონში და ცხელი ჩაიდანი მივიდა ყურზე და დავიწვი. გასაგებია. და მეორე ყური როგორ გადაიწვით? მეორე სასწრაფოში რო რეკავდი, მაშინ დავიწვი. მილანის ერთიანი ექსელსიორის ორიანი. მამა, დედა მიწა რატო ამგვალი? რა ვიცი, მამა, აღმოაჩინეს რომ რგვალია, რა ვიცი. მამა, დედა მიწა ცუბრუნავს, ჩვენ რატო არ ვარდებით? იმიტომ რომ ამიტომ ჩვენ დაბმულები ვართ. მამა, ვარსკვლავი თუ მთვარეზე დიდია, მთვარე რატომ ჩას დიდი? რა ვიცი, მამიკა. შეგაწუხე კითხვებით? არა, მამა, რასა? არა, მამა, რასა? მე თუ არ აგიხსენი, აბა, სხვა ვინ აგიხსნის? აგერ ეს არის კატაფალკის ძღოლი. ვიზიარებ. სასეამოვნო. რა ღირს კატაფალკა? 100 ვარი. 100 ლარი რა ამბავია? 5 ლარს მოგცე. 5 ვარი რა არის? აბა ცოცხალი 50 თეთრად დადიოდა და ტარში 100 ლარი როგორ გადავიხადა? ძირფასობს. მალე შენი დავაძების დღე მოდის. რა გინდა რა გაჩიქო? არაფერი საყვარელო. არაფერი. არაფერი კაცო. თავარი ავტომატიკა იყოს და კლიმატ კონტროლი ქონდეს. რატო შეხედე? არ შემიხედავს? როგორ არა დავინახე როგორ გააყოლე თვალი? არავისთვის არ შემიხედავს. დავინახე გოგომ გაიარა და თვალი გააყოლე. მომისმინე, რატომ მეჩხუბებით? საერთოდ ვიცნობთ ერთმანეთს. მე არ მეკითხია. გიორგი. სიმონ.